თბილისი, რომელიც ერთ დროს ევროპული არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იყო, დღეს უსახური შენობებით და კორპუსებითაა დახუნცლული. სხვადასხვა უბანში არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც მოსახლეობა ამა თუ იმ კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს და გამწვანებულ სკვერს ითხოვს ბავშვებისთვის. თუმცა გამწვანების ნაცვლად მრავალსართულიანი შენობები იკავებენ ყველა იმ თავისუფალ ტერიტორიას, სადაც მომავალ თაობებს თამაშისა და ეზოში გასვლის საშუალება ეზღუდება. იგივე პრობლემებითა და მიზეზებით ამჟამად კიდევ ერთი პერმანენტული აქცია იმართება მუხიანში, სადაც ადგილობრივების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რადგან უბანი მწვანედ მოწყობილი გარემოს გარეშე რჩება. შარშან გავიგეთ, რომ უნდა აშენდეს კორპუსები. რა თქმა უნდა, ერთი წელია ამას ვაპროტესტებთ, ერთი წელი გაუძლო მოსახლეობამ არაუშენებიათ აქ კორპუსები და წელს შემოღობეს, არ ვაღობიებდით, წელს შემოღობეს ჩვენი მერის დაპირება იყო, რომ არც ერთ სტადიონზე არ აშენდება კორპუსები. მოვითხოვთ, რომ ეს მისი დაპირება შესრულდეს. ჩვენს მიღმა არის მრავალი ადამიანი, რომელიც უბრალოდ დღევანდელი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ვერ გვიმაგრებს სურს, თუმცა ყოველ საღამოობით იმართება ეს აქციები. გამოვხატავთ ჩვენს გულისწყრომას ამ კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, რადგან სურს გაშენდეს მუხიანის ცენტრალური პარკი და არა რკინის, მოკლედ ბეტონის ჯუნგლები და საშინელი კორპუსები, რაც გამოიწვევს ანტისანიტარიასა და საშინელო საცხოვრებელ პირობებს. ინვესტორები, როგორც აღნიშნე, არ ნებდება მიუხედავად ჩვენი სარჩელისა, რომელიც შესულია ასევე სასამართლოშიც. მერიდანაც არანაირი გამოხმაურება არ მოყვა ჩვენს აქტივობას, ისინი დამცინავად შეიძლება ითქვას ზედაპირულად აღიქვამენ ჩვენს თითოეულ სიტყვასა და წინადადებას. ბატონ კონსტანტინე ზარნაძესთან იყო რამოდენიმე დღის წინ შეხვედრა, არქის მოსახლეობასთან სურდა მხოლოდ კონტაქტი. სანაცვლოდ მე მგონი პირდებოდა, როგორც ჩვენ მივხვდით, არქის წინ არსებული სკვერის რეაბილიტაციას და არსებული ამხელა სტადიონის, ასე ვთქვათ, მიტოვებას, მინებებას და დანებებას. პრობლემით მოსახლეობასთან ერთად სამოქალაქო აქტივისტებიც აქტიურად ინტერესდებიან, რომელთა ჩართულობითაც უკვე ბევრი პრობლემა მოგვარდა, თუმცა ეს ძალიან მცირედია იმ პრობლემებთან შედარებით, რომლის წინაშეც დედაქალაქის მოსახლეობა დგას. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს დედაქალაქში მასშტაბურად მიდის მასიური განაშენიანება, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენი ქალაქი დაიკარგება, უბრალოდ ჩაბეტონდება, რაც უკვე ხდება. ამის გამოსავალი არის როგორც წერტილოვანი ბრძოლა, ასევე სისტემური ბრძოლა უკონტროლო განაშენიანების წინააღმდეგ, რადგან საბოლოო ჯამში ისევ ფინანსურადაც დანაკარგი იქნება ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ როდესაც სივრცე აღარ არის, სხვა სახლებს ფასი ეკარგება და ძალიან ბევრი კვლევა გვაქვს ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კვლევა აქვს ჩატარებული მოსახლეობასთან ამასთან დაკავშირებით, ვისაც წინ უშენდება კორპუსები, რომ იმ სახლს ის სახლი უფასურდება. ჩვენგან გაერთიანება 6 სხვადასხვა უბნის, რომელიც იბრძვის თავის სახლის წინ მშენებლობების წინააღმდეგ და გვინდა რომ ამ პროცესში სხვა ადამიანები ჩაერთონ, ვინც ასევე თავის სახლის წინ იბრძვიან მშენებლობის წინააღმდეგ. მოთხოვნა არის ერთი, რომ სისტემური ცვლილებები შევიდეს, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში ხდება ანალოგიური სიტუაცია არის ბათუმში, მოხდეს სისტემური ცვლილებები, დაინერგოს ევროსტანდარტები, ნებისმიერ მშენებლობაში, რომელიც ან მომიჯნავეთ მოსახლეობასთან, ჩართული იყოს მოსახლეობა ამა თუ იმ პროექტის განხორციელებაში და დაგეგმარებაში, რომელიც მოგცემს უკვე იმის საშუალებას, რომ რაღაცნაირად დავაბალანსოთ ეს პროცესი. ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი გაშლა ქალაქის, როგორც თბილისიდან რუსთავამდე, ასევე თბილისიდან მცხეთამდე არის საკმაოდ დიდი სივრცეები, რომ მოხდეს ახალი უბნების განაშენიანება, რაც მოგცემს იმას, რომ ცენტრში, რაც არის დღევანდელი თბილისის მერიის პოლიტიკა, რომ ცენტრში ჩატანონ ყველაფერი კორპუსზე რომ მიადგან, იქნება გაშლილი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ყველაფერი განაშენიანების კუთხით და ერთი არის ძალიან მთავარი კიდე რაც ჰაერის დაბინძურებასთან არის კავშირში. თბილისი ისე იყო განაშენიანებული, რომ განიავება ხდებოდა. მაგალითად ლისის ტბა, კუს ტბა და სხვა ტბები, გლდანის ტბა, ხელოვნურად არის ხელოვნური ტბები არის, რომელიც სველი წესით ანიავებდა ქალაქს. ახლა სამწუხაროდ ისე არის სახლები ჩადგმული, რომ განიავება არ ხდება და როდესაც ტრანსპორტული დაბინძურება არის ხოლმე ჩვენს დედაქალაქში, იმაზე უფრო დიდი ხანი სჭირდება განიავებას ვიდრე ნორმალური განაშენიანების პირობებში. ამიტომ ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოხდეს ქალაქის გაშლა, რათა არ დავკარგოთ საბოლოოდ ჩვენი დედაქალაქი.
პრობლემა არის ასევე ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდგარი კორპუსები, რომელთა ფანჯრებიც ერთმანეთს ისე უყურებს, რომ ზედმეტ უხერხულობას ქმნის. მოშენებები, რომლებზეც ნებართვის გაცემა დიდ ეჭვებს ბადებს, რამდენად სწორია ამგვარი ურბანული დაგეგმარება, ამ კითხვაზე მერიაში გვპასუხობენ, რომ ყველა პროექტი კანონის ფარგლებშია მოქცეული, თუმცა ფაქტები რადიკალურად განსხვავებულ სურათს გვაძლევს. ქალაქმა როგორც იქნა მიიღო გენგეგმა, რომელშიც მეტნაკლებად გონივრულად არის გაწერილი ტერიტორიები, თუმცა ეს გენგეგმა შემოდეს თავროზე და სრული იგნორით მიმდინარეობს ისევ მშენებლობების დამტკიცება. არ არის გათვალისწინებული და ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ირღვევა ამ მშენებლობებით ძალიან უხეშად ეს არის მოსახლეობასთან კომუნიკაცია. ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობას სრულიად უგულებელყოფილია მოსახლეობის მოთხოვნები. არაერთი პროტესტი მიმდინარეობს ახლა თბილისში, სადაც მოსახლეობის მწვავე პროტესტის მიუხედავად სარეკრეაციო სივრცეები მშენებლობისთვის არის განწირული. ქალაქი ყოველ დღითი დღე ხდება საცხოვრებლად უვარგისი. მარტო სარეკრეაციო სივრცეების მოსპობა არ არის პრობლემა არის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დანგრევა და თქვენ თუ გაივლით ძველ თბილისში, ნახავთ, რომ ავარიული შენობები მიშვებულია, რომ მთლიანად ჩამოიფშვნეს და ისეთ პირობებში ცხოვრობენ იქ მოსახლეობა, რომ ერთადერთი გამოსავალია, რომ დაინგრეს იმის მაგალითად, რომ დროულად რაღაცა მოხდეს პრევენციული ზომა და შენარჩუნდეს ქალაქის იერსახე. მელიქიშვილის გამზირი სრულად გაუსაძლისი გახდა. მე ვერ ვხედავ ამ ხელისუფლების პირობებში ამ პრობლემის გადაჭრის ხერხს. ერთადერთი რაც შეიძლება, რომ 2024 წელს ჩვენ გაუშვათ ეს ხელისუფლება და მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც გაითვალისწინებს მთელ იმ ევრორეგულაციებს, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქალაქი იყოს მორგებული ადამიანზე და არა კანონდარღვევი ინვესტორის ჯიბეზე. ძირითადად მთელი ეს მშენებლობები ხდება ევრორეგულაციების დარღვევით, იმიტომ რომ იქ არ არის დაცული არც სატრანსპორტო სტრატეგია და დასკვნები არ მოითხოვება ისეთი დონით, როგორც უნდა იყოს. არც უსაფრთხოება მშენებლობის დროს, როცა ეს იფრქვევა მძიმე მეტალები მთელ ჰაერში და მოკლედ ძალიან მძიმე მდგომარეობა არის და ცოტა ხანში мотивация აღარ ექნება არავის რომ ამ ქალაქში გააგრძელოს ცხოვრება და სიყვარულზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია ამ ქალაქის სიყვარულზე. სადაც ვამბობ, რომ ირღვევა ევრორეგულაციები, იქ არის უამრავი რამ გათვალისწინებული. მათ შორის არის გათვალისწინებული სახლებს შორის, საცხოვრებელ სახლებს შორის დისტანცია. მათ შორის არის გათვალისწინებული, შეიძლება საკმაოდ შორმანძილზე იდგეს, მაგრამ იქედან მზის სხივს უშლიდეს, ანუ განათება. მათ შორის არის უნდა იყოს გენგეგმაზე დატანილი აერაციის დერეფნები, საიდანაც ჰაერს არ უნდა აკავებდეს. აი სიტყვაზე ეხლა რომ ვდგევარ, ძევით თაზე თუ აშენდა კორპუსი, რომელიც შეიძლება ჩაჯდეს სხვა პარამეტრებით, თუმცა გამჭოლ ჰაერის ნაკადს ჩაკეტავს. ანუ ყველა გონივრული, უამრავი გონივრული რეგულაცია არის ჩადებული ამ ეგრეთ წოდებულ ევროკოდებში, რომელიც მშენებლობისას უნდა იყოს გათვალისწინებული და ევროპულ კანონმდებლობაში, რომელიც უნდა იყოს გენგეგმით გათვალისწინებული და ყველაფრის უგულებელყოფა ხდება.